დიდება შენ და ღმერთო იყოს ნება შენი, ამინ. მამა გაბრიელის სიტყვები. ვინც ახლა დაეყუდება, თვითონ გახდება დასაყუდებელი. მერე აი ამდენიო გათახსირებული სასულიერო პირი ყავსო. მავანთმავლები, პედოფილები, ყაჩაღები, ნარკომანები, რავი, ქურდები, ბოროტმოქმედები, რავი, 1000 ჯულის გათახსირებულია ეკლესიას თავშეფარებული თუ, რავი, შემძრალი თუ რა დავარქვა, მაგას არ ვიცი. მაგრამ ყველას არ ეხება, ოი წესიერი სასულიერო პირების ყავს. და რო ყავს სადახართ, რას აკეთებთ, რას საქმიანობთ. ლოცულობთ? ლოცვა და საქმე. საქმეს რატო არ აკეთებთ? წესიერ სამღვდელოებას ერთმანეთში ხო გაქვთ? კონტაქტები და ურთიერთობა ხო იცით ერთმანეთი ვინ ხარ, ვინ არის და ვინ რა არის, ერთმანეთ თქვენ უკეთესად არ იცით შიგნით რა ხდება? ხო იცით. მერე შეიკრიბეთ ეს წესიერი სამღვდელოება და სასულიერო პირები, მღვდლები, ბეუნაზვნები და ასე შემდეგ ყველანი და ეს უწესოები გაყარეთ, ბატონო. აალაგებინეთ, ჩაალაგებინეთ თავისი ბარგი ბარხანა და აბა ჰაიდა აქედან თქო უთხარი. აბა რას აკეთებთ? რა საქმე გაქვთ? ეგ არის თქვენი საქმე. ქრისტეს სახელს, ქრისტეს რწმენას, ქრისტეს სიყვარულს დაცვა არ ჭირდება? სიყვარულს დაცვა არ ჭირდება? ხო ხედავთ რომ ერი იღუპება. იღუპება რა დაღუპულია. უფრო მეტი კვდება ვიდრე იბადება. პენსიონერი წამალს ვერ ყიდულობს. ხალხი ეკლესიაში არ დადის. სულიერი მდგომარეობა ქვეყნის არის დაცემული ზურგზე. პატრიარქი არ აყვავს. პატრიარქი არ გვჭირდება? წესიერი მეუფეები არ გვჭირდება? აბა ის მეუფეები მოგწონთ 10,000 ლარიანი ნომრები რო აქვთ, მანქანებზე და 380,000 ბავშვს რო შეერძინავს, უბრალოდ რო ვერ იძინებს შიმშილისგან? ეგ მოგწონთ? მოგწონთ? რაც ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში და როგორც ცხოვრობთ? მოგწონთ? წესიერ სამღვდელოებასთან მაქვს შეკითხვა, მოგწონთ? და წესიერ მორწმუნე საზოგადოებასთან მაქვს შეკითხვა, მოგწონთ? და თუ არ მოგწონთ, რას აკეთებთ? რა დავით აღმაშენებელი უნდა ადგეს ახლა იმიდან, საფლავიდან და რუის უბნისი უნდა მოაწყოს? ხო ხედავთ რომ